მოგესალმებით მეგობრებო, შემოგთავაზებთ ტკბილი ფლავის ვიდეო რეცეპტს. მე მოვამზადე სამარხვა ვარიანტი, ვინც არ მარხულობთ, შეგიძლიათ შეცვალოთ ზეთი კარაქით. ფლავი რომ კარგი ფანტია გამოვიდეს, ბრინჯი უნდა იყოს აუცილებლად გრძელი, კარგი ხარისხის. მე გავაკეთე 1 ჭიქა ბრინჯით. ბრინჯი გავრეცხე ძალიან კარგად იქამდე, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდა. შემდეგ 1 ჭიქა ბრინჯზე ვასხავ 2 ჭიქა წყალს და ვდგავ დაბალ ცეცხლზე. ვამატებ ნახევარ ჩაის კობს მარილს და ვხარშავ წყლის დაშრობამდე. ბრინჯის მოხარშვას 15 წუთი ჭირდება, მანამდე მოვამზადე ჩირეული ტაფაზე დავასხი ზეთი და დავაყარე 4 სუფრის კოვზი შაქარი. თითო მუჭა შავი ქიშმიში, თეთრი ქიშმიში და ცუკატები. გავრეცხე კარგად და ჩავამატე ტაფაში. დავაწურე ნახევარი ლიმონის წვენი და დაბალ ცეცხლზე კარგად მოვთუშე, იქამდე სანამ შაქარი არ გადნა. მოვამზადე 1 ლიმონის ცედრა და დავაყარე მომზადებულ ჩირებს. ასევე დავაყარე 1 შეკვრა ვანილის ფხვნილი და კარგად მოვურიე. ამასობაში ბრინჯიც მოიხარშა და გადავიტანე ფენა-ფენა ცალკე ქვაბში. პირველი ფენა ბრინჯი, შემდეგი ფენა მომზადებული ჩირეული, შემდეგ ისევ ბრინჯი, შემდეგ ისევ ჩირეული და ასე დამთავრებამდე. შემდეგ დავდგი ძალიან დაბალ ცეცხლზე. დავახურე თავზე და დაველოდე იქამდე, სანამ ორთქლის ზემოთ სახურავამდე არ ამოვიდა. აი ასე ამოფუმფულდა ბრინჯი და ჩირეული, ასეთი ფანტია გამოვიდა. გადავიტანე შემდეგ თეფშზე. აი ასეთი ლამაზი ტკბილი ფლავი გამომივიდა. ფანტია, ფუმფულა, ძალიან არომატული. თუ მოგეწონათ ვიდეო რეცეპტი, გამოიწერეთ ჩემი ბურის სამზარეულო, მოიწონეთ და მეკომენტარეთ. გემშვიდობებით მომავალ გემრიელობებამდე.